მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიღებთ თქვენ მიერ არჩეულ თამაშს. სამი ვარიანტი იყო: Brawl Stars, Minecraft-ი, Silent Slash-ი. თქვენ აერჩიეთ. თქვენ წარმოვიდგინეთ Minecraft-ი, ხო, მეგონა Brawl Stars-ი იქნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა, საკმაოდ ცოტა მხარდაჭერა ქონდა, გამიკვირდა სხვათა შორის, მაგრამ არა უშავს. ხო, მოკლედ, ვითამაშებთ Hardcore Minecraft-ს ყველა ვარიანტში. Show coordinates. ჩეთებს არჩევთო. პირდაპირ გეუნებით. ხო, აი აქ reactivate chats, მაგრამ მე ჩეთების გარშე ვითამაშებ. Strange map-ი და bonus chest-ი არაფერს არ შვება აქედან გამომდინარე. Okay, ანუ კრეატივით არ დავიწყებთ, ხო, კრეატივი არის, ხო, არ არის. ეს, ხო, ხო, ანუ game-ში უნდა იყოს სადღაც წესით hardcore-ი. რატო არ არის? არ არის hardcore, რატომაც? ეს არ გვჭირდება. ეს უცნაურია ძალიან. ნუ თუ ნახავ, შეგატყობინებთ აუცილებლად. ხო, რაც შეეხება ვერ ვიპოვე სამწუხაროდ. Hardcore ადრე იყო მახსოვს არა და ანუ აქ ეს არაფერი არ ანუ ეს არაფერი შუაში არ არის, ეს რესურს პაკებია უბრალოდ და აქ ვერაფერს ვერ პოულობ საერთოდ და მოდი არავის სურვილი იყოს, მაგრამ ჰარდია, ანუ არავის რა. რაც უნდა იყოს, შევეცდები რომ ანუ სიკვდილის გარშე გავუძლო ამ ყველაფერს. ხო. სამწუხაროდ არ არის რას ვიზავთ. შემიძლია შემდეგი ეპიზოდისთვის. ეხლა არა, მაგრამ ხო. ანუ შემდეგი ეპიზოდისთვის შევეცდები რომ რამე პაკი მაინც, ანუ რესურს პაკი ჩავაგდო, რომ hardcore გახდეს, ასე რომ ვთქვათ, ეს მაპი, იმიტომ რომ ეგრე მე გამიტყდა ეხლა რატომ, ანუ hardcore რატო უნდა იყოს? ადრე მახსოვს მე გადაღებულიც მაქვს საერთოდ მეგონა. ხო. Silent Slash-ის წინა ეპიზოდში კარგი ნამდვილად თუ იმ თქვათ ორ კვირაში მოაგრო 73 ნახვა, ამან 3 დღეში თუ 4 დღეში მოაგრო 55 ნახვა და ლაიქები და კომენტარებით მოაგრო ჩვეულებრივ. ასევე შორტი დავდე და ძალიან აი მენა best spawn-ი. Awful time. პატარავესი კონტროლები. ძალიან მაგარია, იმენა დავსწორებ რაღაცებს. ხო, ანუ ცოტა გავასწორე, ანუ sensitivity საშინელად სწრაფი იყო და გავასწორე და როგორც ყოველთვის, როგორც მოგიხსენებათ, ვიწყებთ ხის მოჭრით. ანუ არ მომეწონა, ანუ რატომღაც hardcore არა, აი ტვინ შევჭამ ბოლომდე, აი ამ მაგის გამო რა, იმიტომ რომ ადრე მახსოვს რომ იყო აი ზუსტად ამ პაკში და აი ეხა აღარ არის. და აი რატო გაქრა? ანუ არ ვიცი რა. ძალიან ტვინი შემჭამა ეხა. თან ვეძებდი, მაგრამ როგორც ადრე მახსოვს, როცა იყო ანუ რო იყო იმის იმედით იყო რომ დასაწყისში ჩართავდი რა. ის კი არ იყო რომ აი შეხვედი და მოიხოდე და hardcore ჩავრთავ ეხლა და რა ადვილი იქნება და რაღაცა თავიდანვე უნდა ჩაგერთო. და ეხა საერთოდ არ მიჩანს hardcore-ი ჩართო, თორე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი hardcore-ს. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, როცა რაღაცას უნდა გაეკეთე. მაგრამ 0
სიკვდილით მინდა რომ დავხურო ასე რომ ვთქვათ Minecraft. Სხვა შორის მანამდე გვაქვს გადაღებული ეს ასე რომ ვთქვათ hardcore-ით მაქვს გადაღებული და ისეც ჩვეულებრივიც თუ არ ვსდები და არც ერთი არ გამიგრძელებია და ცოტა ნამუსმა შემაწუხა და სწორედ მაგიტომ ჩავსვი Minecraft-ი ასე რომ ვთქვათ ჭრილში და მაგიტომ მოგეცით უფლება რომ მიგეცათ ხმა Minecraft-ისთვის და რავი თავი გაიგიჟეთ ნამდვილად ვერ გეტყვით მაგას რომ არ გინდოდათ Minecraft-ი მე განთუ ვსდები ერთი ხმა ქონდა Brawl Stars დანარჩენი 5 მიეცა Minecraft-ს და სწორედ მაგიტომ გადაწყვეტე მსგავსი რაიმეს გაკეთება და პირდაპირ ზომბი მოდის ჩემთან და hard mode რახან არის ძერ ხო ბევრი დასპაუნდებიან cave-ში და პლუს მაგას დასპაუნდებიან და მარტო კი არ დასპაუნდებიან საშინლად მალე მომწყურდება რა იყო და მომშვიდება და მაგას პლუს დიახ ზომბებს იქნებათ სასტიკად დიდი დემეიჯი ორი გული დამაკლა მარტო ამ დებილმა ზომბმა და რკინას ხედავ ეგრევე ძალიან კაი კარგი სტარტი გვაქვს ამის გაკეთება არ მინდოდა კაი არა ხმალი არ მეყვარს ანუ იმის მერე გადავეჩვი აი თქვა ანუ რომ თამაშობდი Minecraft-ს იმის მერე გადავეჩვი ხმალს აი რატო აი რა საჭიროა ყველანაირ ასე ვთქვათ როლს ასრულებს გარდა PKX-ის როლისა აი ეს ნაჯახი ეს ნაჯახი კონკრეტულად კი არა ზოგადად ნაჯახის სტილი აქედან გამომდინარე ხო შეგიძლიათ ჩავარტყოთ ანუ ნაჯახი ასე ვთქვათ ზომბს რატო უნდა ან დახარჯოთ თქვათ დაიმონდები თუნდაც იმაზე რომ აი მე დაიმონდის ხმალი მინდა აი რატო როცა შეგიძლიათ ეს გააკეთოთ მე პირადად არ დავხარჯავ რატომღაც ძალიან გაჭედა 2 წამის წინ და ეხაც ჭედავს არ ვიცი რატო არა უშ გავაგზავნოთ აი მაქოს მაინც აღარ შანსი არა მე მაგას არ გამოვტყევ აუ კიდე კაი უნდა ჩამოვჭეროთ ცოტა შეიძლება გრძელი ეპიზოდი გამომივიდეს მაგრამ არა უშ მოდი ძალიან დიდი საინტერესო არაფერი არ ჩანს ამ ასე ვთქვათ გამოქვაბულში ამ ქოალებს მოტეხავ რაღაც საინტერესოს თუ ვიპოვი რა თქმა უნდა გავაგრძელებ გადაღებას ხო ერთი დღე გავათენე იმიტომ რომ ძალიან მალე დაღამდა და მოკლედ საშინლად გამიჭირდა იქ ყოფნა იმიტომ რომ ფაქტიურად გამოკეტილი ვიყავი და ხო ანუ hard mode ნამდვილად განსაზღვრავს რამდენი ჯანდება იქნება თქვენს გარშემო დიახ ხო გავიკეთე ფარი 2 რკინა მაქვს დარჩენილი და 1 რკინის PKX-ი მაქვს კიდე ხო ახლა სასტიკად გვჭირდება სოფელი ჩემი აზრით რავი დებილი თუ არ მითხარით სასტიკად არა ანუ მჭირდება რომ თავი შეოფარო ხო ასევე საკვები მჭირდება მაგიტომ ინდორე ხა ძროხებისკენ ხო და თქვის ბაიომი ყოფილა ძალიან კაი მოდია ხო ერთი რკინა დამაკლა სხვათა შორის რომ ნაჯახი გამაკეთებინა და ძალიან გამწყდა იმიტომ რომ აი რატო აი ერთი რკინა ყოფილი ერთით მეტი ხო აქ მე მგონი შეიძლება რომ რკინა ვიპოვოთ ხო ბევრი დრო არ დავხარჯე რომ ვიდეო ძალიან გრძელი არ გამოგვივიდეს ანუ ყველა წამი ნიშნულოვანია გავაჩალიჩე რა ხო იმიტომ რომ ძალიან ის იყო ძალიან ბევრი დრო დავკარგე ფიზიკურად ფაქტიურად მთლიანი ღამე ვიყავი პატარა ძალიან პატარა cave-ში და ძალიან ნერვები მეშლებოდა იმიტომ რომ ვერ გამოდიოდი ჩარქოალის გადამუშავებას ვცდილობდი სხვათა შორის იმიტომ რომ
ჩარქვალი ზოგადად ქვალი მჭირდებოდა. ბევრი ქვალი არ მქონდა სხვათაშორის, მაგრამ გარეთ რა დავინახე რამდენი არსება რატო არ ხდება ბიჭო აქ? ხო, რა დავინახე გარეთ რამდენი სკელეტონი და ზომბი და უბედურება დადიოდა, ნახდა არ მინდოდა გარეთ გასვლა და გადავწყვიტე რომ უბრალოდ შიგნით ყოფილიყავი ნაგლურად და სხვადასხვა ეგრე ზომის მოყალი ჯერ ხო გავედი ცოტა ხანი გარეთ. კრეპერი ავაფეთქე, მოვიზიდე ზომბის ყურადღება და ჰოპ ჩავიმალე იქ და ისე გამოთხარე რომ არ შეძლებოდა ზომბს დაერტყა ჩემთვის, მაგრამ მე შემძლებოდა რომ ზომბისთვის დამატყა. ლოგიკა. მე მგონი მეტი საკვები აღარ მჭირდება. და როგორც ხვდები, საშინელ ბაიომში ვარ. არა, საშინელ ბაიომში კი არა. ზოგადად კუნძულზე ვარ დასპაუნებული და ეგ ძალიან ნერვებს მეტყრის. ხო, რახან გვინდა რომ გადავრჩეთ ისე რომ არ მოვკვდეთ და ძალიან მაგარი რაღაცა ხდება მალევე. ამის თქმის მერე, ხო, მაგ კეიფში არ ჩავალ ნამდვილად. არ მინდა პირველივე ეპიზოდში გატრბული ვნახონ ჩემმა გამომწერებმა. იმიტომ რომ ფარი კი მაქვს, მაგრამ ფარით კარგი ვარ იდეაში, მაგრამ არ მინდა რა მაინც, იმიტომ რომ რავი, არ მოვკვდე. ფარი ხო არ განსაზღვრავს ყველაფერს. ხო, ჩვეულებრივი მამები ძალიან იზია, მაგრამ თუ ძალიან ბევრი ერთად დაგადგნენ, შეიძლება ზომბმა და რაღაცამ არ მოკლას, მაგრამ ხო, ფიზიკურად ჩვეულებრივად შესაძლებელია, რომ სკელეტონმა გესროლოს, მერე კრიპერი მოვიდეს და შენ სკელეტონზე გართულმა ვეღარ მოახერხო ფარით თავის დაცვა და ხო, მოკვდე რა ჩვეულებრივად, ჩვეულებრივად შეიძლება და რა ყველა შეიძლება მოკვდეს მაგასაც შემთხვევაში. ხო, ესეთი ფერის თხა მე პირადად ეხლა ვნახე. რა ცხვარი ბოდიში რა თხა. დებილი ვარ. ხო, ფუტკარი. ფოთოლა. ხო, წავიდეთ ახლა, ჯობია სადმე შევაფარო თავი და ერთი ზვალი მაქვს. აი, ეხლა თუ ეს ზაღლი მოვათვინიერე. მე ყოფილა რავი, ზოოლოგი. აი, მოდი აქ ზუგრი. საჭმელით არ თვინიერდებ. არა, არ უშველო ნამდვილად. არ შევყვარდი. ცუდია. კაი, მოდი რამე საინტერესოს თუ ვიპოვე, მაგალითად ვილიჩან ისეთ კეიფს რომ ჩავალ, ისევ contact for myself. ეხლა ცოტა ხანი გავჩერდი აქ საჭმელს, საჭმელი ვეჭველი უნდა შევიცვალო. ასევე უნდა გავაკეთო ბედი. საწოლზე უნდა დავიძინო. ახლო არ ვიცი, რკინები ვიპოვე, ერთი ეგ არის და მეტი არაფერი აგერ ხედავთ. 4 რკინა მაქვს, ჯერ ფეხსაცმელს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ მეტი რკინა შეიძლება ვიპოვო სადმე. ხო, სადმე რა, მაინკრაფტში შეიძლება ვიპოვო, რომელშიც ვთამაშობ, დიახ. ხო, ახლა გადავანაწილებ რა როგორ მინდა. ხო, რკინის ნივთები უკვე მაქვს, რაც მჭირდება. ხო, და რაც საჭიროა ზოგადად მაინკრაფტში. ხო, საჭმელი ცოტა გამოიწვევებოდა, შევჭამოთ, იმიტომ რომ ვაფშე არ მაქვს ბარი. ვილიჯი ვიპოვეთ. შანსი არა. იმედიად მიტოვებული ვილიჯი არ არის. აი, გთხოვ, მიტოვებული არ იყოს და მეტი არ მინდა არაფერი რა. მიტოვებული ვილიჯში ძალიან ბევრი კარგი რაღაც შეიძლება ვიპოვოთ, მაგრამ ჯობია ჩვეულებრივი ვილიჯი იყოს, ვიდრე რაღაცა ზანგი ვილიჯი. აი ესე. არ არის მიტოვებული, ეხა აქაურობას გადმოვლუთავთ, ბლექსმიტიც ყავთ, რაც სასტიკად კარგია, ბლექსმიტი იქით იყოს და ხო, აი აქ არ დავსახლდები რა თქმა უნდა. სადღაც ახლო დავსახლდები, მაგრამ აი იმენა სოფელში არ დავსახლდები. თავიდან დავიწყებ სოფელში დასახლებას და ახლო თუ არის ისეთი ტერიტორია, რომ დავსახლდე, რა თქმა უნდა დავსახლდები. აუცილებლად მოვასუფთავებ ტერიტორიებს
ეს Blacksmith-ი არ არის. ხო, ამაში ნამდვილად გამომადგებოდა ახლა. მოდი ნაჯახს არ გავაფუჭებ და დავკრაფთავ. რატო დავკრაფთ ხის? რა დებილი ვარ, მაგრამ მაიმე კაი მეყოფე ხა ამას. საჭმელს ავიღებ, ულიმიტო საჭმელი გვაქვს უკვე, პრობლემა აღარ არის არანაირი. ვილიჯი ვიპოვე და ძალიან მაგარი ვილიჯია. კარგი ტერიტორიაზეა, რაც მთავარია, ძალიან ჩავარდნელი ადგილებიც აქვს, მაგრამ არ აუშავს. ხო, რაც შეეხება, ხო, ამ ადგილებზე ვიძახი, ზუსტად. ვინმე რო არის ფიქრობთ, რომ ვიტყუები. ხო, ნახეთ უბრალოდ, ამოსვლა აღარ შეგიძლია ისეთი ადგილები. ხო, გავაკეთებ ახლა რაღაცებს, რა თქმა უნდა. ხო, ვილიჯერებს გოლემს მოდი ჯერ არ მოვკლავო, იმიტომ რომ კინების პრობლემა სასტიკად არ მაქვს ხა. ხო, აქ შევიდეთ, ნახოთ, რამე ხო არა. ერთი ჩესტი ვერ ნახე, ხალხო. წიგნებსაც არ მოვტეხავ ჯერ, იმიტომ რომ არ მინდა რომ full inventory ვიყო და ძალიან კაია რომ სანამ full inventory ვიქნებოდი, მანამდე ვიპოვე სოფელი. და მანამდე ჩავალაგებნივთებს ლამაზად. ტიპებს არ ყავთ Blacksmith-ი და ყავთ. ტიპები მეღადავებიან მართლა ვამბობ. არ ყავთ Blacksmith-ი მე მგონი. ჯერ არ დამითვალ რეალებია კარგად აქაურობა. Blacksmith-ი არ ყავთ და ორი ცალი ისა ყავთ რა ქვია. გამოსაწვევი რაღაცები. არ ვიცი ამ ტიპის სახელი. ვერცოთი შევიდე. ხო, არ არის Blacksmith-ი აშკარდეს. ფურნეისმენი? რავი, რა ვთქვა. არ ვიცი. ხო, რაც არ უნდა იყოს, ჩესტი ვერ ვიპოვე, საზღარი სოფელია, ტერიტორიულად კაია მე მგონი, ხეებთან ახლოს არის და გაშლილი ველიც არის იქით. და, კარგიც არის ტერიტორიულად და ცუდიც. ცუდი იმიტომ არის ეს ველიჯი, რომ, ჩესტი ვაფშე ვერ ვიპოვე ხალხო, რამდენი იმაში შევედი, იმდენი საშინელება, გულისამრევი სიტუაცია. ხო, კაი, აქ იმედია ქვემოთ არ არის რაიმე სახალი. ხო, არა, ყველაფერი დავათვალიერე, ხო. ეგაშო. მეტი აღარაფერი აღარ არის საერთოდ. საინტერესო იმთაზე ხო არა ვილიჯი. კაი ვილიჯი ნამდვილად, არ არის კარგი ვილიჯი, რასაც ქვია. შემდეგი ეპიზოდისთვის მოვიმარაგებ ასე ვთქვათ მატერიალებს, რომ სახლი ავაშენო, იმიტომ რომ ამ ვილიჯი მე ვერ გავჩერდები. არა, ხალხს აქ გავჩერდები, მაგრამ ისეთ ცუდი ტერიტორიული მდებარეობა აქ ამ ვილიჯს, რომ ფიზიკურად მე აქ ვერ გავჩერდები, ვერ დავსახლდები. უბრალოდ შეიძლება რამდენიმე დღე გავატარო, მაგრამ ხო, აქეთ გაშლილი ველია, გვაწყობს, იმიტომ რომ აქ შემიძლია მე დავდგა უდიდესი სახლი, არა უდიდესი, დავდგა საშინლად ბევრი მატერიალები ჭირდა. თუ მე მაიცადე შანსი, ხალხო, შანსი რომ ვიპოვოთ ჩესტი. თუ არა, ასეთ სახში არ არის ჩესტი. კაროჩე, რატვენი შეჭამეს. არის, მაგრამ ყველაზე გამოუსადეგარი ჩესტი არის, მე მგონი, სოფელში. არა, ჩესტი არის, ვიპოვეთ. უჩესტო სოფელი. რავი, მე არ აღმომჩენია და გადავჩინე დღეს არ აღმოაჩინე პირდაპირ ეპიზოდში. კაი, მაიცადე? თუ ეს ის არის Blacksmith-ის სახლი. რა ქვია შენ შვილო? ვისი ბიჭი ხარ? დავეთრეიდოთ და დაეწერება სავარაუდოდ. არმორების გამყიდველია. კარგი ტიპია ნამდვილად. და არ იქნება ურიგო, რომელიმე სახში დავსახლდით. ეს იქნება კარგი ვარიანტი, იმიტომ რომ იმ ველთან ახლოს არის. ბავშვები წავთ ძალიან კაი. ამათ გამოვკეტავ მერე, დამჭირდება ეგ ბავშვები. როგორც იცით, გამრავლება. მთავარი არის ამ Minecraft-ში. სხვათა შორის ძალიან ბევრი მოგზაურობა მოგვიწევს, იმიტომ რომ
სულ ადგილას დავსახლეთ. ბევრი არ გვივლია, არაფერი არ გამოგვიძიებია, ასე რომ ვთქვათ. და ცუდი სპაუნი არ იყო რა, მალე ვიპოვეთ, ყოველთა შორის ბევრი არ მივლია. კარგია ეგ, ძალიან გამიხარდა. მოდი აქ ცოტა ჩავდოთ კიდე, იმიტომ რომ მათხოვარი ხო არა ვარ. ხო, კაი, ხეებს მოვჭრი ახლა ცოტა ხანი, ასე ვთქვათ, მოვისმენებთ ამ სახში, იმიტომ რომ სხვა გზა არა გვაქვს, აქ უნდა გავჩერდეთ. სხვა გზა გვაქვს, როგორ არა რომ წავიდე, მაგრამ მალე ინვენტარი შემოვსება. საშინელი დღეები დაიწყება, რომ ვაიმე რა გადავაგდო, ეს რკინა ძალიან მჭირდება და რაღაცეები აქედან გამომდინარე არ მიყვარს მე როცა ვილიჯიდან ახლოს არ სახლდები და ყოველთვის მეშინია რომ ვილიჯი იქნება ზოგადად ჯანდაბაში და ყოველთვის დამეზარება მაგ თამაშის მაგ მაპზე თამაშის დახურვა. რატო დაგეზარებათ ახლა გეტყვით, იმიტომ რომ ვილიჯის გარეშე თითქმის შეუძლებელი არ არის, მაგრამ თითქმის შეუძლებელია რომ დახურო Minecraft. იმიტომ რომ თუ enchantment table-ით დაენჩანტე მხოლოდ შენი თქვათ თუნდაც chest plate-ი ის დრაკონი გაგინადგურებს, აბა რას ან mending-ი მაინც გინდა მინიმუმ ხო, mending-ი მაინც გინდა ის რო გააკეთო. როგორ გითხრათ, ის რო გააკეთო, ვერ მეხტებით ახლა. ხო, mending-ი მაინც გინდა რომ შენი tools-ები, ასე ვთქვათ, დაენჩათ. ხო ასია, ვინმე ხო ვერ შემეადავება, აშკარაა რომ ვერავინ ვერ შემეადავება მაგაში. იმიტომ რომ tools-ებს თუ ვერ გააკეთებ ხო იდეაში ეს არის თამაშის აზრი რომ tools-ები უნდა გქონდეს ყველაზე მოვლილი მე მგონი, ხო? და რატომ გეტყვით ახლა? თუ tools-ები არ გიქნება მოვლილი, როგორ აპირებ შენ რომ თამაშის დახურვას, შეიძლება tools-ები ყველანაირ ვარიანტში გაგიწყდეს, იმიტომ რომ იქ ფარმი გინდა, იქ რაღაცა გინდა და ჩვეულებრივად განადგურდები თამაშის მომენტში. ხო, ეგ წარმოადგენს ძალიან დიდ როლს, ასე რომ ვთქვათ, თამაშის მომენტში, იმიტომ რომ tools-ი არ გექნება კარგად მოვლილი, არ იქნები შენც, ასე რომ ვთქვათ, კარგი პლეიერი. კარგად ვერ ითამაშებ ზოგადად, პლეიერი რა შუაშია, ხო რა. ხო, ეხა რა გავაკეთო არ ვიცი, მაგრამ ერთი იდეა მაქვს. მე მინდა დაახლოებით 29 წუთიანი მაინც იყოს ვიდეო. დაახლოებით 30 წუთში ჩავეტიოთ. ამ кейფში ჩავალ, იმიტომ რომ ძალიან დამაინტერესა. ხო, სანამ ჩავედი, კი სერი და კინჩხი მოვიდეხე და ალბათ სანამ ჩავალ кейფში მოვკვდები და ჯობია რა საჭმელი შევჭამოთ და ძალიან საინტერესო გამოქვაბული ჩანს, იმიტომ რომ ძალიან ღრმად არის. და აქ შეიძლება აღმოაჩინოთ ჩვენთვის ყველაზე კარგი სტარტისთვის რა კაი კეივია და პირდაპირ კრიპერი მომდის პირში. კაი, ცუდი რაღაც არის ფიქრობთ ახლა ამაზე. მეთქი. შენაძირალა. რა დებილია ჩემი. ახლა შენ ვერ ხვდები დარწმუნებული ხარ, რომ მე მირჩევნი ახლა გავარტყავ ვიდრე გამარტყას. ხო, easy. ბოუს და ყველაფერი დააგდო, რაც შეიძლება დაეგდო. ყველაფერი ვაფშე, ძალიან კაი. ძალიან ჭიდავს, არ ვიცი, ესე არასდროს არ გაუჭედია Minecraft-ს თქვენ წარმოიდგინეთ. არ გეგონოთ რომ მაგისტვის ცუდი ტელეფონი მაქვს. საერთოდ არ არის მაგისტვის ცუდი ტელეფონი. არ გაუჭედია არასდროს. ეგ კი არა, რავი, ვაშენებდი სასახლეებს და რავი, ყველაფერს ვაკეთებდი მე მგონი Minecraft-ში, არ ვიცი. რატო შვება ნამდვილად, შეიძლება თვითონ Minecraft-ის პრობლემაა. ხო, დავათვალიერება აქეთ რა ხდება, იმიტომ რომ იქით არაფერი არ ჩანს ჯერჯერობით. სკელეტრონი. ხო, არა. სკელეტრონი ვახსენე და ეგრევე გამოჩნდა ჯიგარი. რა კარგად გახარ, იყავი ეგრე, თუ არ არის ვაიმე. გამარტ ვაიმე გაეთრიე.
კარგად. ბუმ. კი. შენ მგონი არა თუ დებოს მსროლელი ვარ მეგობარო. გამარტყე. მიდი. ვარ მეშინი. აჰა, ზო. ეს ბლოკენი რა წესია ბოლოში. Minecraft-ს ანუ რავი. ბლოკენი შეჭამს რაღაც და იმენ გრევეძ bro. What the hell? გენიოსი ვარ რა. აღიარეთ. მე ვარ Minecraft-ის pro player. არა ვარ. ხადა. ხო, გავედით აქეთ. და რამ ხელა ქეივია, პროსტა აქ იმედი არ ბევრი კენა იქნება. გოლემი მე არ მინდა რომ მოკლა, იმიტომ რომ მინდა რომ ვილიჯერები დაიცვას და მე არ ჩავერიო, ასე რომ ვთქვათ. და რატო აქ ამას დაენჩანთებული ხმალე მაინდა-მაინც. ჩემ მოკლა ძალიან უნდა Minecraft-ს. და არ დააგდო ძალიან მაგარია. ხო, ანუ საშინელ ვითარებაში არა ვარ ნამდვილად, მაგრამ რატომღაც როგორც კი ვჭამ, მალევე ძალიან ასე ვთქვათ, აღარ მემატება HP, რაც ცუდია. ხეები ჩამოვიდანე, კიდე კაი ვიჭკვიანე ცოტა მანდ, თორე აქ ნამდვილად ვერ გადავრჩევით ჩვენ. ჩაიშალა ძმას, იმისგან იყარა ქვია. ხო, კინები, მაგრამ დავაზღვევ, მაინც. კიდე რკინები. ამ ჩანკზე დაიმონდები არ არის, თორე ადრე იყო ძალიან მაგარი, ამ ჩანკზე რომ დაიმონდს ხდებოდი, მაგრამ ეხლა უნდა ჩახვიდე სადღაც რავი. სადღაც ჯანდავაში, რომ რაღაცა პატარა იშოვო. პატარა დაიმონდები იშოვო, მაგრამ ძალიან ადვილი გახდა დაიმონდები შოვნა. ადრე არ იყო ესე ნამდვილად როგორც იცით Minecraft-ს ვინც თამაშობდა ნამდვილად ეცოდინება, იმიტომ რომ განახდა Minecraft-ი მე ვიყავი, რავი, უბედნიერესი, მაგრამ ანუ რომ ნახე რა საშინელად ყდებოდა თუ არ ქონდა დაიმონდის, ანუ თუნდაც რკინის ნივთი, ანუ თული თუ არ ქონდა, კაი მოდი დავიწყოთ უკვე რკინების ძებნა. ძებნა კი არა მოტეხვა, იმიტომ რომ ძებნა კი რავი გადავთელი აქაურობა. ხო, ანუ თუ არ ქონდა რამე წესიერი თულცი, ქონდა რა, ეხაც თუ არა გაქვს წესიერი რამე თული, რკინების მოპოვება ხო ძნელია, მაგრამ ქვალი უფრო ძნელია. ხო, ანუ როგორც დაინახეთ, საერთოდ ეხა ხო არ ჩამოსულები. და რავი, ადრე ძველ ვერსიაში ალბათ ეხა ქვალით გადავსებული იქნებოდა აქაურობა. ყოველ შემთხვევაში დიდი ალბათობით. მაგრამ ამ ვერსიაში ქვალი აღარ მოიპოვება ძალიან ბევრ ადგილას. ხო, ეგეთი ადგილები უკვე ჩვენ სოფელს გვერდით ყავს და ძალიან გამიხარდა ეგეც, იმიტომ რომ ძალიან უმრავლეს შემთხვევაში მე როცა ვიწყებდი ასეთ ასე ვთქვათ, თუნდაც hardcore-ს კი არა, ზოგადად survival-ს რო ვიწყებდი, ანუ ეს ხო hard mode-ია, hard mode-ზე ვთამაშობ საკმაოდ არა სხვადასხვაට ძალიან ეხა რაღაც მობები დამზდევენ და ზომბების არმია მომზდევს და რაღაცეები ჯერ არ ქონია ეგ კაია. ხო და ანუ hard mode-ზე იმედია უფრო action-ი იქნება, იმიტომ რომ action-ი ყოველთვის მიყვარს Minecraft-ში მით უმეტეს. ხო, ანუ ძალიან კარგია, 22 რკინა ვიღათ უკვე და კიდე, რავი, საბადოა აქაურობა მე მგონი რკინების. ხო, რკინები რატომღაც ძალიან იშვიათად, ასე ვთქვათ, იშვიათი არ არის ამ მაპზე, როგორც ეს. კარგი ხელით შევქმენი. კაი, ანუ მე Diamond-ის armor-ს რო ასე ვთქვათ, ავიწყობ სეტი რომ ექნება, ასე რომ ვთქვათ, მე პირდაპირ Diamond-ის armor-ს არ ჩავიცვალ. თქვენ წარმოიდგენთ, იმიტომ რომ მე არ ვაპირებ Diamond-ის armor-ს ეგრევე გაფუჭებას, იმიტომ რომ როგორც იცით, თან hard mode-ია და ანუ ძალიან ადვილად ყდება თუნდაც Diamond-ის ნივთები. და სანამ ანუ armor-ს ხო ვიშოვით და უნდა თავი დავიზღვიოთ და უნდა გავაკეთოთ ისე რომ Diamond-ი
არა მარტო ვიშოვოთ, არამედ მაგ დაიმონდის არმორი შესაკეთებლადაც გვეყოს დაიმონდი. და მოდი, აქ დავასრულოთ, ძალიან კარგი ეპიზოდი გამოგვივიდა, ვიშოვით. ფაქტიურად 39 რკინაა და ეს არის უკვე სეტისთვის სრულიად საკმარისი, დაჟე გვაქვს სახში კიდე და ამ кейვში გავჩერდებით ცოტა ხანი კიდე და მერე გავაგრძელებთ, ასე რომ ვთქვათ, შემდეგ ეპიზოდში ამ кейვის გამოკვლევას და შევხვდებით მომავალ ეპიზოდში. Peace.